მოგესალმებით. დღეს ისეთ თემას ვეხებით, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ ხშირად რაღაც მორალური ან რელიგიური კუთხით, მაგრამ ჩვენ უფრო სამედიცინო მხარეს მივყვებით. თქვენ გაგვიზიარეთ ერთი YouTube ვიდეოს ტრანსკრიპტი, რომელიც სწორედ სექსის და ჯანმრთელობის კავშირს იკვლევს. დიახ. ხო და ჩვენი მიზანია, რომ ამ მასალიდან მთავარი ფაქტები ამოვკრიფოთ, ვნახოთ კვლევები რას ამბობს, რა ვიცი, გავიგოთ მეცნიერება რას გვეუბნება ამაზე, გამრავლების ფუნქციის იქით. ხო, გასაგებია. ხო, იცით, თქვენ გინდათ ცოდნა სწრაფად და თან საფუძველიანად მიიღოთ. ამიტომ ვეცდებით, რომ მთავარი არსი დაგიდოთ წინ. კარგი, მოდი ჩაუღრმავდეთ ამ თემას. კი ბატონო. ხო, და ამ მასალაში მთავარი ის არის, რომ სექსი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გამრავლება. აჰა. ანუ საუბარია ადამიანურ სიახლოვეზე, კმაყოფილებაზე, სტრესის შემცირებაზე და როგორც ეს წყარო ამბობს, შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც კი. ოჰო. აქ ჰორმონებიც არის ნახსენები, ოქსიტოცინი, დოფამინი, რომლებიც სქესობრივი აქტის დროს გამოიყოფა და ქმნის იმ კავშირის სიმშვიდის კმაყოფილების შეგრძნებას, რაც ზოგადად კარგად ყოფნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ პირველივე პუნქტი ეგ არის, რომ სექსი მარტო ბავშვების გასაჩენად არ არის. კი, ზუსტად. ვიდეოშიც ამბობენ, რომ ადამიანები და ზოგი ცხოველიც, ბონობოები ახსენეს, რეპროდუქციული ასაგის მერეც ჩვეულებრივ აქვთ სექსი. დიახ. ეს უკვე გვაფიქრებინებს, რომ სხვა ფუნქციებიც აქვს, რაღაც სოციალური კავშირების გამყარება, სტრესის მოხსნა, პარტნიორთან ურთიერთობის განმტკიცება და, როგორც ვქვით, ოქსიტოცინი და დოფამინი ამის ბიოლოგიური საფუძველია. ხო, და აქ ერთ-ერთი, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო ნაწილი ეხება ერთ დიდ კვლევას მამაკაცებზე, შედეგები მართლა შთამბეჭდავია. აბა? ანუ იმ კაცებს, ვისაც ამ კვლევით ჰქონდათ რეგულარული სექსი პარტნიორთან კვირაში ორჯერ ან მეტად, ესე აკონკრეტებენ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში სიკვდილიანობის რისკი 50%-ით ნაკლები ჰქონდათ. ნახევარით, 50%-ით, ეს ხო რაღაც უზარმაზარი სხვაობაა რა? კი, ნამდვილად. და რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, როგორც მასალაში წერია, ის არის, რომ ის კავშირი შენერჩუნდა სხვა ფაქტორების გათვალისწინების მერეც, ხო? ხო, ზუსტად. ანუ მკვლევარებმა გაითვალისწინეს, ზოგადი ჯანმრთელობა, მოწევა, რაღაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც სექსის სიხშირესა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირი სტატისტიკურად მყარი დარჩა. ანუ ეს გვეფიქრებინებს, რომ შეიძლება უბრალოდ დამთხვევა არც არის და მართლა აქვს რაღაც პირდაპირი დამცავი ეფექტი კაცის ჯანმრთელობაზე. კი, რაღაც ეგეთი ჩანს. თუმცა საინტერესოა, ქალების შემთხვევაში, როგორც ეს მასალა ამბობს, ცოტა სხვანაირადაა საქმე. ხო, ეგრეა. კავშირი კარგად ოფლასთან და შეიძლება ხანგრძლივობასთანაც არის, მაგრამ აქ უფრო მთავარი ყოფილა არა მარტო სიხშირე, არამედ ურთიერთობის და თვითონ სექსუალური გამოცდილების ხარისხი და კმაყოფილება. აჰა, ანუ ხარისხი. ხო, ანუ ქალისთვის ამ მონაცემებით მიღებული კმაყოფილება უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე უბრალოდ აქტების რაოდენობა. ეს იგი რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ეს ხაზუსვამს, რომ ინტიმური კავშირი და მისი ხარისხი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთო კმაყოფილებაში და ალბათ ჯანმრთელობაშიც. ნამდვილად. ეს კმაყოფილების ფაქტორი აქ მთავარი ჩანს, განსაკუთრებით ქალებთან. ეს გვაფიქრებინებს, რომ მარტო ბიოლოგია არის, ფსიქოლოგიური და ემოციური მხარეც უდიდეს როლს თამაშობს. გასაგებია. ანუ მარტო ფიზიკური აქტი არაა, რაღაც კომპლექსური პროცესია. ზოგი ალბათ გეცნობათ. მაგალითად ის ცნობილი ამბავი, რომ კაცები სულ ყოველ 3 წამში სექსზე ფიქრობენ. ხო, ეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მითია, რომელსაც აქ წარმოდგენილ მონაცემები ნამდვილად არ ადასტურებს. ანუ ტყუილია. რეალობა ისაა, რომ ფიქრის სიხშირე ძალიან ინდივიდუალურია კაცებშიც და ქალებშიც. დღეში რამდენჯერმე რომ მიფიქრო, კი ბატონო, მაგრამ ყოველ 3 წამში ეგ აშკარად გადაჭარბებულია და სტერეოტიპია რა. გასაგებია. კიდევ ერთი. ქალები მენოპაუზის მერე სექსუალურ სურვილს კარგავენ. რას ამბობს ამაზე ეს მასალა? ეგეც მცდარ წარმოდგენად არის მოხსენიებული. სურვილი აქაც ძალიან ინდივიდუალურია და ბევრი ქალი ჩვეულებრივ აგრძელებს აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას მენოპაუზის მერეც. რაღაც ჰორმონალურ ცვლილებებს შეიძლება კონდეს გავლენა კი, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სექსუალური ცხოვრება მთავრდება. რომ სექსი კარგი ვარჯიშია და 500 კალორიას წვავსო. ხო, ეგ რიცხვიც როგორც ჩანს საკმაოდ გაბერილია. აქ მოყვანილი მონაცემებით საშუალოდ სექსის დროს იწვება ასე 100-150 კალორია.
ეს დაახლოებით იგივეა, რაც 20 წუთი რომ გაისიერნოს საშუალო ტემპით რა. სასიამოვნოა რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც მარათონის ეფექტს ნუ ველოდებით. გასაგებია. შემდეგი პუნქტი, რომელიც შეიძლება ბერმა არ იცოდეს. მენსტრუაციის დროს დაორსულება შეუძლებელიაო. ხო, კვლევების მიხედვით ეგეც მითია. მართალია შანსი ბევრად დაბალია ვიდრე ციკლის სხვა დროს, მაგრამ ნამდვილად ნული არ არის. უი. იმიტომ რომ სპერმატოზოიდის შეუძლია ქალის ორგანიზმში რამდენიმე დღე იცოცხლოს, ამიტომ თეორიულად შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვანია. ახლა სპორტსმენებისთვის საინტერესო თემა. რომ ამბობენ, სექსი შეჯიბრის წინ ასუსტებსო. ხო, ამ ვიდეო ტრანსკრიფტში მოყვანილი კვლევები მაგასაც ეწინააღმდეგება. როგორც ჩანს, წინა ღამით სექსი ცუდ გავლენას არ ახდენს სპორტულ შედეგებზე, არც ძალაზე, არც გამძლეობაზე, არც რეაქციაზე. აჰა. ზოგი მონაცემი იმაზეც კი მიანიშნებს, რომ პირიქით შეიძლება დაეხმაროს მოდუნებაში, გონებრივ სტაბილურობაში შეჯიბრის წინ. და ბოლოს კიდევ ერთი სტერეოტიპი. კაცებს ყოველთვის უნდათ სექსი. ეგეც ერთ-ერთი იმ მითთაგანია, რომელიც რეალობას არ ასახავს. სურვილი, ანუ ლიბიდო, ცვალებადია ქალებშიც და კაცებშიც. დამოკიდებულია ბევრ ამაზე, ჯანმრთელობაზე, სტრესზე, ურთიერთობაზე და ასე შემდეგ. ხო. როგორც მასალაშია ნათქვამი, კაცებიც ხშირად აწყდებიან სექსუალურ პრობლემებს, განსაკუთრებით 40 წლის მერე, რაზეც ცოტა მერე უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებთ. ხო ხედავთ, ეს მითები ხშირად რაღაც კულტურული სტერეოტიპებიდან მოდის და არა ბიოლოგიიდან. ეს კიდევ გვაფიქრებინებს, რამდენად ვართ ამ სოციალური წარმოდგენების გავლენის ქვეშ, არა? მართლა საინტერესოა, როგორ ჯდება ეს დარგვადგენები ჩვენს გონებაში. კარგი, ახლა გადავიდეთ კონკრეტულ დადებით ეფექტებზე, რომლებსაც ეს მასალა აღწერს. აი აქ უკვე მართლა საინტერესო ხდება, იმიტომ რომ ჯანმრთელობის სარგებელზეა ლაპარაკი, თან ხელშესახებზე. დავიწყოთ იმუნური სისტემით. კი ბატონო. ხო, წარმოდგენილი კვლევები ამბობს, რომ იმუნოგლობულინი E, ანუ EGA, იმატებს იმ ხალხში, ვისაც კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქვს სექსი. EGA რა არის? ეს არის ანტისხეული, რომელიც ლორწოვან გარსებს იცავს, ანუ ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია რა. და საინტერესოა აქცენტი სიხშირეზე, ანუ კვირაში 1-2 აქტი თითქოს ამ იმუნურ მაჩვენებელთან ყველაზე კარკავშირშია. აჰა, ანუ არც მეტი, არც ნაკლები. ნუ ამ მონაცემებით ეგრე ჩანს. და თან კოცნაზეც არის საუბარი, რაღაც მინი ვაქცინაციის ეფექტი აქვსო. მიკრობების მცირე დოზებით გაცვლა ასტიმულირებს იმუნიტეტსო. კოცნა როგორც მინი ვაქცინა, ეგ მართლა კარგად ჟღერს. შემდეგი, კაცებისთვის განსაკუთრებით, პროსტატის კიბოს რისკის შემცირება. აქაც კონკრეტული ციფრებია. რისკი მცირდება დაახლოებით 30%-ით იმათში, ვისაც თვეში 21-ჯერ ან მეტჯერ აქვს ეაკულაცია. ოჰო, 30% საკმაოდ ბევრია? კი, სოლიდური მაჩვენებელია და რაღაც პრევენციულ ფაქტორზე მიუთითებს. და თან რეგულარული სექსი, როგორც ეს მასალა ამბობს, ერექციული დისფუნქციის რისკსაც ამცირებს. ასევე ახსენეს სისხლის წნევის დაწევა, რაც ორივე სქესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები რო ასია გავრცელებული. ნამდვილად, ეს პირდაპირ უკავშირდება გულის ჯანმრთელობას. და ამავე დროს საინტერესოა, რომ ინტიმური სიახლოვე, ჩახუტება შეიძლება გაციების და ვირუსების სიმწვავესაც ამწირებდესო. კიდევ ერთი ძალიან კარგი სარგებელი, ძილის ხარისხის გაუმჯობესება. აქ ლაპარაკია თითქმის 60%-იან გაუმჯობესებაზე ორივე სქესისთვის. მგონი უკეთეს წილზე არავინ იტყვის უარს. და არანაკლებ შთამბეჭდავია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აი ვიდეოში ამბობენ, რომ სექსი ეფექტური ყოფილა შაკიკის მქონე ხალხის დაახლოებით 60%-ში, ტკივილის შესამსუბუქებლად ან სულაც მოსახსნელად. 60%? ეგ ძალიან მაღალია შაკიკისთვის. კი, ძალიან მაღალია თუ გავითვალისწინებთ რა რთული სამართავია შაკიკი. და თან ორგაზმის დროს ენდორფინები გამოიყოფა და ზოგადად ტკივილის ზღურგლს ზრდის, ანუ ტკივილს უკეთ იტან. ნამდვილად შთამბეჭდავია. ამას ემატება ბედნიერების განცდის ზრდა და სტრესის მიმართ მდგრადობის გაძლიერება. ხო. ანუ ვინც რეგულარულად და კმაყოფილებით ცხოვრობს სკესობრივად, ამ მონაცემებით სტრესს უკეთ უმკლავდება. და კიდევ ტვინის ფუნქციების გაუმჯობესება ხანდაზმულებში. დიახ, და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი კაცებისთვის. NK უჯრედების, ანუ ბუნებრივი მკვლელი უჯრედების დროებითი აქტივაცია ეაკულაციის შემდეგ. ეგ რას ნიშნავს?
ეს იმუნური სისტემის უჯრედებია, რომლებიც სიმსივნურ და ვირუსიან უჯრედებს ებრუზიან. ანუ იმუნიტეტის სტიმულაციის კიდევ ერთი მექანიზმი ჩანს. და ისევ კოცნას რომ დაუბრუნდეთ, ალერგიებსაც ამცირებსო. ვაუ! თუ ამ ყველაფერს ერთად შევხედავთ, მართლა არ არის ეს რაღაც უმნიშვნელო ეფექტები. ეს ხომ ჯანმრთელობის მთავარ სფეროებს ეხება: იმუნიტეტი, კიბოს პრევენცია, გული, ტკივილი, ფსიქიკა, ტვინიც კი. თითქოს ყველაფერზე მოქმედებს დადებითად. ზუსტად ასეა. და მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს მასალა სულ ხაზოს სვამს რეგულარული და დამაკმაყოფილებელი აქტივობის მნიშვნელობას. აი, იდეალურ სიხშირედ ხშირად კვირაში დაახლოებით 2 ჯერ სახელდება ამ კვლევებში. ხო, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ძალიან ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა, პარტნიორებზეა დამოკიდებული, სურვილზე, შესაძლებლობებზე. მოდით ახლა სწორედ სიხშირეზე და იმ გამოწვევებზეც ვისაუბროთ, რაზეც ეს მასალა ლაპარაკობს. მონაცემებით, 20-დან 40 წლამდე კაცებში ხშირია კვირაში 2-3 ჯერ სექსი. საშუალოდ. ხო, საშუალოდ. მერე უკვე 40 წელს ზემოთ სტატისტიკურად სიხშირე იკლებს. მასალის მიხედვით ბევრისთვის ეს კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათია. 60 წლის ზემოთ კიდევ უფრო იკლებს. შეიძლება თვეში 2-3 ჯერ იყოს. და წყარო იმასაც ამბობს, რომ ქალების სიხშირე ცვალებადია, მაგრამ ხშირად პარტნიორის სიხშირეს ემთხვევა ხანგრძლივ ურთიერთობებში. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს მონაცემები ძირითადად ეხება ჩვეულებრივი, ერთ პარტნიორთან ურთიერთობებს და ფოკუსი სამედიცინოა, არა მორალური. კი ეგ მნიშვნელოვანია და აქვე უნდა ვახსენოთ გამოწვევები. კაცების შემთხვევაში ყველაზე ხშირად ერექციული დისფუნქცია სახელდება. მონაცემებით 60 წლისთვის კაცების დაახლოებით ნახევარს რაღაც დონის სირთულე აქვს. პრობლემები კი ხშირად 40 წლის მერე იწყება. კიდევ ნახსენებია ნაადრევი ეაკულაცია და ლიბიდოს, ანუ სურვილის დაქვეითება. ქალების შემთხვევაში კი მთავარ პრობლემად ამ მასალაში ლიბიდოს დაქვეითებაა დასახელებული. ციფრები აქაც სერიოზულია, 60-დან 40%-მდე ქალს აწუხებსო. ხო. ვიდეოში პირდაპირ ამბობენ, თვითქმის ყოველ მესამე ქალს სექსი არ უნდა. ეს ძალიან სერიოზული თემაა, რომელიც მარტო ურთიერთობაზე კი არა, ქალის კარგად ყოფნაზეც მოქმედებს. და კიდევ ორგაზმის მიღწევის სირთულეც ახსენეს. და რაც მთავარია, ეს მასალა ამ პრობლემებს უყურებს არა როგორც რაღაც პირადულ მარცხს, არამედ როგორც ჯანმრთელობის საკითხებს, რომლებსაც ყურადღება სჭირდება, ხანდახან სამედიცინო ჩარევაც კი. ხო, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მჭიდროდაა სექსუალური ჯანმრთელობა დაკავშირებული ჩვენ ზოგად ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობასთან. ნამდვილად. მოდით შევაჯამოთ მაშინ. ამ YouTube ვიდეოს ტრანსკრიფტზე დაყრდნობით, მთავარი სათქმელი ეს არის. რეგულარული დამაკმაყოფილებელი სექსუალური ცხოვრება გამოდის, რომ არაა მარტო სასიამოვნო რამ, არამედ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გებატონო. მასალა პირდაპირ მიუთითებს ბევრ დადებით ეფექტზე იმუნიტეტი, გული, სტრესი, ტკივილი და პოტენციური კავშირი სიცოცხლის ხანგრძლივობასთანაც კი, განსაკუთრებით კაცებში. ეს კეთილდღეობის ისეთი მხარეა, რომელსაც შეიძლება ხშირად არ ვაქცევთ საკმარის ყურადღებას. ხო. ზუსტად. მაშ რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის? ეს გვიბიძგებს, რომ სექსუალური ჯანმრთელობა დავინახოთ როგორც ჩვენი საერთო ჯანმრთელობის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. დიახ, და აუცილებლად ისევ უნდა გაუსვათ ხაზი კმაყოფილების ფაქტორს, რომელიც როგორც ვნახეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის და იმ მრავალმხრივ გავლენას, რაც რეგულარულ სექსს შეიძლება კონდეს ჯანმრთელობის ამდენ სხვადასხვა ასპექტზე. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი დღევანდელი საუბარი და ეს მასალა, რასაც დავეყრდენით, ფოკუსირებული იყო მხოლოდ სამედიცინო და ბიოლოგიურ მხარეზე, ყოველგვარი მორალური შეფასებების გარეშე. და ბოლოს, როგორც ყოველთვის, ერთი საფიქრავლი თქვენთვის, რომელიც ამ მასალიდან გამომდინარეობს, თუმცა პირდაპირ არ არის ნახსენები. თუ ეს წყარო ამდენ მნიშვნელოვან ჯანმრთელობის სარგებელზე ლაპარაკობს, რომელსაც ხშირად არ ვაღიარებთ, ან საჯაროდ არ განვიხილავთ, ხომ არ შეიძლება, რომ საზოგადოებაში არსებული რაღაც ტაბუები, ან სექსუალურ თემებზე ლაპარაკის უხერხულობა, ან უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობა უნებლიეთ გვართმევს შესაძლებლობას, რომ სრულად ვისარგებლოთ კეთილდღეობის ამ ბუნებრივი და, როგორც ჩანს, საკმაოდ ძლიერი ფაქტორით. დაფიქრდით ამაზე.